მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. მიქაუტაძეს სადებიუტო გოლი ამან ინტერნეტი ააფეთქა. როგორც იქნა გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი ცნობილი გახდა, ხოლო აურელიო დე ლაურენტისმა ხუჩა კვარაცხელიაძე პრესასთან ისაუბრა. სამწუხარო ამბავი. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. ვინც ამ წამს უყურებთ ვიდეოს, 60%-ზე მეტს არხი გამოწერილი არ გაქვს. გამოიწერე არხი და ასევე მოიწონე ვიდეო. ჩვენი მიზანია 1000 მოწონებაზე ასვლა. კომფორტულად მოკალათდი და ჩვენ ვიწყებთ. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს შეუერთდა, მერსესაიდელთა რიგებში ოფიციალურ დებიუტს ამ დრომდე ელოდება. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, მამარდას მოედანზე მომდევნო კვირაში ვიხილავთ. როდესაც ლივერპულმა მამარდაშვილი შეიძინა, ამან გამოიწვია დებატები, უნდა დარჩეს თუ არა ალისონი წითლების პირველ ნომრად. ახალ სეზონში გუნდმა უკვე 5 მატჩი ჩაატარა და 5-ვე ბრაზილიელმა დაიწყო. უახლოეს ტურში ლივერპულს მერსესაიდული დერბი ელოდება, რომელშიც დიდი ალბათობით ისევ ალისონი ითამაშებს, ხოლო მამარდაშვილის სადებიუტო მატჩს ლიგის თასზე საუთჰემპტონის წინააღმდეგ ჩაატარებს. სათასო მატჩს ლივერპული 23 სექტემბერს საკუთარ კედლებში გამართავს და არნე სლოტს შემადგენლობის როტაციის საშუალება მიეცემა. შეხვედრა თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლივერპულთან კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა. განვლილი სეზონი კი იჯარით ვალენსიაში ჩაატარა. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ოსასუნას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ჟორჟი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. პირველი ტაიმი ოსასუნას გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ზეწოლა გაზარდა. 69 წუთზე ერთ-ერთ ჩაწოდებას ქართველი თავდამსხმელის თავური გოლი მოყვა. 86 წუთზე კი ყვითელი წყალქვეშა ნავი KM დააწინაურა და მატჩის საბოლოო შედეგი 2-1 დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ვილიარეალს ლიონიდან 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღეს მისთვის მესამე მატჩი იყო და როგორც უკვე მოგახსენეთ, სადებიუტო გოლიც გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარიც გააკეთა. პირველი გამარჯვება და პირველი გოლი. არაფერს დავთმობთ. 79 წუთი სხვაგვარად ვერც დაიწყებოდა. გიორგი ლიონში სწორედ 79 ნომრით თამაშობდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ 79 ლიონის კოდიც არის. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომაც გააკეთა. ოსასუნას დამარცხება ყოველთვის რთულია. ისინი ძალიან სწრაფები არიან და კომპაქტურად გადაადგილდებიან. აღსანიშნავია, რომ რეალმა მათ მხოლოდ 1 გოლი გაუტანა, თანაც პენალტით. ვფიქრობ, მიქაუტაძეს დრო უნდა მივცეთ და ის ძალიან ბევრ გოლს გაიტანს. მისი გოლი ძალიან მიხარია, როდესაც გოლი გაგაქვს თავდაჯერებულობა გემატება. მე ჩემი ყველა თავდამსხმელისგან შეუპოვრობას და მომენტის გამოყენებას ვითხოვ. გავლენიანმა გამოცემა SofaScore-მა ვილიარეალის ფეხბურთელები შეაფასა. გიორგი მიქაუტაძეს კი 7.3 ქულა დაუწერეს. წარმატებები გიორგის, იმედია მეტ გოლს გაიტანს და უფრო მეტ და მეტ წარმატებას მიაღწევს მის ახალ კლუბთან ერთად. ხუჩა კვარაცხელია ავტორიტეტულმა გამოცემა HuScored-მა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. კვარაცხელიამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ატლანტასთან გამართულ შეხვედრაში, სადაც მისი აქტიურობა და მნიშვნელოვანი ეპიზოდები გუნდისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ იგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ფორმასა და მნიშვნელობას კლუბისთვის. ცნობისთვის PSG მომდევნო ტურში მარსელთან მნიშვნელოვან დაპირისპირებას ელოდება. გუნდთან, სადაც კვარაცხელიას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა თავი ევროპულ არენაზე გამოიჩინოს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუპერვარსკვლავმა ატლანტას ეფექტური გოლი გაუტანა. ეს მისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი იყო. ნაპოლის პრეზიდენტმა Manchester City-სთან მატჩის წინ Sky Sports ინტერვიუ მისცა, სადაც მან ხუჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. აურელიო დე ლაურენტისმა განმარტა თუ რატომ გაყიდა ქართველი ფეხბურთელი. კონტე შესაძლოა კვარას დაკარგვით იყო გაბრაზებული, მაგრამ მე ვერ დაუშვებდი მე-17 მუხლის ამოქმედებას და იმ რისკს, რომ ხუჩა თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულიყო. მე არ შემეძლო ასეთი სიამოვნება მიმენიჭებინა კვარასთვის, ასევე მისი აგენტისა და მამასთვის. ამიტომ იძულებული გავხდი იანვარში გამეყიდა ის. განაცხადა დე ლაურენტისმა. ცნობისთვის მე-17 მუხლი ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას ითვალისწინებს. იმ პირობით, რომ ის გადაუხდის კლუბს კომპენსაციის სახით თანხას, რომელიც კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში ხელფასის სახით უნდა მიეღო. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია PSG-ში ნაპოლიდან მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. პარიზელებმა მის სანაცვლოდ პარტენოპეის 70 მილიონი ევრო გადაუხადეს. გეტყვით ასევე, რომ ხუჩა იტალიური გუნდის ღირსებას 2022-25 წლებში იცავდა. მან 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 ასისტი მიითვალა. ამ ვიდეოს მინიმუმ 10,000 ადამიანი ნახავთ. ჩვენ კი
60,000 გამომწერამდე 900 გვაკლია. ბოლომდე არ მჯერა, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ, რომ არხის გამოწერას არ დაიზარებთ და დაგვეხმარებით ამ მიზანში. მადლობა წინასწარ, თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინა. 22 სექტემბერს პარიზში 2024-25 წლების სეზონის ოქროს ბურთის გამარჯვებული გამოვლინდება. ფავორიტების შესახებ უკვე ყველაფერი ცნობილია, თუ ვის აქვს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი. დღეს კი ბუკმეიქერებმა საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნეს, სადაც უსმან დემბელე ცალსახა და გამოკვეთილ ფავორიტად არის მიჩნეული. ფრანკ შემტევს ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს 1.25. დემბელეს შემდეგ ყველაზე რეალური შანსი ლამინ იამალს აქვს, რომლის კოეფიციენტიც 5.25 გახლავთ. მესამე პოზიციაზე კი ვიტინია იმყოფება 17.20. შემდეგ მოდიან რაფინია და მუჰამედ სალაჰი. მათი კოეფიციენტი 20-დან 30-მდე მერყეობს. რაც შეეხება ხვიჩას, მისი კოლ პალმერის, ფაბიან რუის და აშრაფ ჰაკიმის კოეფიციენტი 40-დან 60-მდეა. როგორც ჩანს, მოლოდინები გამართლდება და შარშანდელი წლის მსგავსად ამჯერად დაჯილდოების ცერემონიაზე სიურპრიზები და სკანდალები არ გველოდება. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით. აბა მომავალ შეხვედრამდე და წარმატებები.